ლიჯობია თუ რობოტი მაქვს, მაშინ ხელის მტვერსასრუტი რაში მჭირდება. ახლა მე გეტყვი და გაჩვენებ რეალობას. იმის ჩემი რობოტი მტვერსასრუტი მთავარი დამხმარია ყოველდღიურობაში. იატაკს ასუფთავებს როგორც მტვრისგან, ასევე დაბინძურებისგან. წმენდს იატაკს და აშორებს ყველა სახის დაბინძურებას. და ყველაზე დიდი პლუსი არის ის გამონთავისუფლებული დრო, როცა მე სახლის სხვა საქმეებს ვაკეთებ. მაგრამ არის ადგილები, სადაც რობოტს ვერ მივუშვებ. მაგალითად, დივანი, მატრასი ან მანქანის სავარძლები. უკვე ხელის უსადენო მტვერსასრუტით უნდა ვისარგებლოთ. Dream Air 10 Pro აქვთ, რომელსაც ხშირად ვიყენებ გენერალური დალაგების დროს. ავეჯის ზედაპირზე გამოიყენეთ ტურბო რეჟიმით და ისეთ ჭუჭხს ამოიტანს, რომ ნამდვილად გაოცდებით. ტაგზე კი შეგიძლიათ მედიუმზე დააყენოთ და ერთი დამუხტვით ძალიან ხანგრძლივად გამოიყენებთ. ნახეთ მთავარი სხვაობა. რობოტი ყოველდღიურ ჭუჭხს აგროვებს იატაკიდან და ყოველდღე გიმარტივებთ დალაგებას. ხოლო ხელის მტვერსასრუტი კი უფრო ღრმა მტვერს სხვადასხვა ზედაპირიდან. შეგიძლია გაასუფთავო როგორც იატაკი, მაგალითად თუ რამე უცებ დაგეყარა და გინდა რომ გაასუფთავო. ასევე ავეჯი, კომპიუტერის კლავიატურა და არაერთი ზედაპირი. რეალურად სწორია თუ ასე დავსვამთ კითხვას. ერთის ქონა საკმარისია? გულწრფელად გეტყვით, რობოტი ეს არის დიდი დროის დაზოგვა და შედეგად ძალიან სუფთა იატაკი. ხელის მტვერსასრუტი კი როგორც დეტალებისთვის, ასევე იატაკისთვის. ორივე ერთად კი იდეალური სახლისთვის. თქვენი არჩევანი რომელია? რობოტი თუ ხელის უსადენო მტვერსასრუტი?